მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით ფხვნილს, რომელიც 2024 წლის აქციების დროს იყო გამოყენებული, ანალიზი გაუკეთდება. ამის შესახებ კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოძიების შედეგად გაკეთდება ფხვნილის ანალიზი. სუსის გამოძიების შედეგები დეტალურად ეცნობება საზოგადოებას. ერთია დოკუმენტაცია, მეორე თვითონ ფხვნილის ანალიზი. სრულფასოვანი ანალიზი ჩატარდება და საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას. ყველაფრის დეტალური ანალიზი უნდა ჩატარდეს, აღნიშნა კობახიძემ. შეკითხვაზე კოდის UN 34-29 ქვეშ შემავალი სხვა ნივთიერებები იყო თუ არა შეძენილი და გამოყენებული, პრემიერმა აღნიშნა, იმ კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული ნივთიერებები. შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებების სრულ ინფორმაციას გამოძიება წარადგენს, აცხადებს კობახიძე. მისივე თქმით, არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს, რომ ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული და გომელაური ზოგადად საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები ფხვნილი შეძენილი იყო 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით. მართალი პარტია ნეიტრალიტეტის ღია მხარდაჭერით ახალ პოლიტიკურ განშტოებებს ქმნის. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მაშინ, როდესაც მართალი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს პროევროპული პარტიების აკრძალვას თხოვს და დიასპორას ხმის მიცემის უფლებას ართმევს, ის ნეიტრალიტეტის ღია მხარდაჭერით ახალ პოლიტიკურ განშტოებებს ქმნის. ეს რუსეთის მიზანია როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის, წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. გლობალური გამოკითხების ანალიტიკურმა ცენტრმა ამერიკულმა ორგანიზაცია გალაფმა 2025 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასების 100 ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო. 144 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 22 პოზიციაზე გავიდა. სახელმწიფოებს შორის კი მსოფლიოში მე-19 ადგილი დაიკავა გერმანიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან და ესტონეთთან ერთად თანაბარი ქულით. ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს. ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რათა შეაფასოს ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი პირადი გამოცდილება დანაშაულთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებით. რეიტინგში საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრი მხოლოდ 4 სახელმწიფო: ნორვეგია, ავსტრია, დანია და ფინეთი. ანალიტიკური ცენტრი გალაფი ერთ-ერთია საერთაშორისოდ აღიარებულ იმ 35-მდე შემფასებელ პროექტსა და ორგანიზაციას შორის, რომელსაც მსოფლიო ბანკის გლობალური მართლობის ინდიკატორები ეფუძნება, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. პარტია გახარია საქართველოსთვის ყოფილი წევრის განათლების საკითხებში ექსპერტ რუსუდან თევზაძის შეფასებით ზოგადი განათლების რეფორმაში გარკვეული ტიპის ჩანართები ნამდვილად გავს საბჭოთა განათლების სისტემას. როგორც რუსუდან თევზაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი განაცხადა, ხელისუფლების მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა რეალურად ქართული ოცნების პარტიული რეფორმაა. მაგალითად, 11 წლიანი სასკოლო განათლება არ არის თავსებადი ბოლონიის პროცესთან და უგულებელყოფს იმ პრინციპს, რომელიც გულისხმობს უმაღლეს განათლებაში დასავლური განათლების მიღებას, განაცხადა თევზაძემ. მისი განმარტებით, ხელისუფლების მიდგომა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით არც ინკლუზიურია, არც თავისუფალი, არც საყოველთაო და არც ხელმისაწვდომი. როგორც რუსუდან თევზაძემ განმარტა, ამ რეფორმის შემდეგ მთავრობა თავად განსაზღვრავს, ვინ სად როგორი განათლება უნდა მიიღოს. რუსუდან თევზაძემ სკოლებში ერთი სახელმძღვანელოს დანერგვის ინიციატივაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის საბჭოთა ტრადიცია და გამოცდილება, რისი გაზიარებაც არ უნდა მოხდეს. არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოყენებულა. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, როგორც მან აღნიშნა, გამოძიება ყველა შეკითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს. მე არაფერი გამირებია, მაგრამ ვინც გაურია, ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. ახლა გამოძიება მიმდინარეობს, ეს გითხრათ პრემიერმაც. რატომ გაურიეს და ეს გარევა იყო თუ არა კანონიერი, ამას გამოძიება დაადგენს. არც ერთი ნივთიერება, რომელიც გაურიეს, არც ერთი საკითხი გამოძიების მიღმა არ დარჩება, რაც მთავარია ასეთი დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, საერთაშორისო სასამართლოში კი არ წავიდოდით. ჯერ BBC-სთან გავარკვევთ იმ საკითხს, რაც ბრიტანეთის კანონმდებლობით არის მიღებული და რომელსაც პირველი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი ამის გასაკეთებლად. თუ ისინი სამართლიანად არ მოექცევიან, რა თქმა უნდა, სასამართლოსაც მივმართავთ, განაცხადა შარმანაშვილმა. BBC-ს ცნობითვე ესაუბრნენ World Services ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა კამიტი უწოდეს. მოგვიანებით იმედმა გაავრცელა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული ნივთიერებები ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა ოღონდ 2012 წლამდე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს პარლამენტის ზედა პალატის შტატების საბჭოს თავმჯდომარე შრი რადჰა კრიშნანს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ინდოეთს მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ვითარდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების კარგ შესაძლებლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორი ქვეყნის შესაბამის რეგიონებში მიმდინარე მოვლენები, აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა შუა და ერევნის პოტენციალზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. უფრო მაღალი გვაქვს ეკონომიკური ზრდა ვიდრე ფასები. ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კითხვას, რომელიც ქვეყანაში წამლებისა და სურსათის მომატებულ ფასებს შეეხებოდა. მისი თქმით, რაც უფრო მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა, გადაფარავს იმას, რაც ინფლაციიდან გამოწვეული წნეხია. სამწუხაროდ სურსათის სახელმწიფო იმპორტზეა დამოკიდებული. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება აისახება საქართველოს სურსათის ფასებზე. წამლების მწარმოებელი დიდად რომ არ ვართ და ესეც იმპორტირებულია, ალბათ მოგეხსენებათ და შესაბამისად ბაზარზე ფასები დგინდება. ჟურნალისტმა კაკაურიძეს ყველაფერი მარტივად აეხსნა ხალხისთვის, რომელიც ფიქრობს პური იყიდოს თუ წამალი, რაზეც კაკაურიძემ უპასუხა ორივე. შეკითხვაზე თუ ხალხს არ ყოფნის ფული, რომ ორივე იყიდოს, რა უნდა ქნას? კაკაურიძემ უპასუხა, რომ მათ ეკონომიკურმა ზრდამ უნდა მისცეს ის ფული, რომელიც ორივეს ყიდვის საშუალებას მისცემს. 3-5 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკაბოჭორიშვილი ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს. ვენაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს. ბრალდებული დაკავებული იქნა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე, ხოლო ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ნათქვამია ინფორმაციაში. იაშვილის კლინიკაში მომატებულია მომართვა, რის უკანაც ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა დგას. 32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქის სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადებით, მათგან 8 ბავშვთან დადგენილია ფილტვების ანთება. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, როგორც იგი ამბობს, H3N2 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს, დამახასიათებელია ხველა, რომელიც სამ კვირაზე მეტი ხანგრძლივობისაა. ერთი, რაც H3N2 ტიპის ვირუსს ახასიათებს, არის ის, რომ მწვავე პერიოდის გადატანის შემდეგ შესაძლოა გახანგრძლივდეს ხველა. სამ კვირაზე მეტი გახანგრძლივდება ამ ტიპის ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს, უფრო მეტად არის დამახასიათებელი ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსის შემთხვევაში, აღნიშნა ივანე ჩხაიძემ მედია ცენტრ მთავარში. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ინფორმაცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვებგვერდზეა განთავსებული. 3 დეკემბერს გამართულ სხდომაზე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ უკუსლას და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს. რეზოლუცია განსახილველად საგარეო საქმეთა კომიტეტს გადაეგზავნა. რეზოლუციის თანახმად საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის რეპრესიები, ისტორიის გადაწერა და მოსკოვის მზარდი გავლენა სისტემურ ცვლილებას ადასტურებს. აღნიშნული შესახებ საფრანგეთმა და ევროკავშირმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის დემოკრატიული პრინციპების, ევროპული სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის სურვილების მხარდასაჭერად. აღნიშნულია რეზოლუციაში. პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა ფოთის მებაჟე ოფიცერს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მოქალაქის ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო 1000 ამერიკული დოლარი. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ნათქვამია ინფორმაციაში.
ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში ვიზიტამდე ინდია თუდეისთან ინტერვიუში განაცხადა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით აშშ-ის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან 5 საათიანი შეხვედრა სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის სირთულემ განაპირობა. ჩვენ ახალი ინიციატივები ამერიკელებთან შეხვედრამდე არ გვინახავს, ამიტომ ყველა პუნქტის განხილვა მოგვიწია და ამდენი დროც დაგვჭირდა. ეს აუცილებელი იყო და კონკრეტული საუბარი იყო, განაცხადა პუტინმა. პუტინმა აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მშვიდობის ინსტიტუტს დონალდ ტრამპის პატივსაცემად სახელი შეუცვალა. ინფორმაციას CNN აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. დღეს დილით სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მომლაპარაკებლის პატივსაცემად ყოფილ მშვიდობის ინსტიტუტს სახელი შეუცვალა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დონალდ ჯონ ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტში, წერს სახელმწიფო დეპარტამენტი X-ზე. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტი 1984 წელს კონგრესის მიერ შეიქმნა და იგი ფედერალურ სააგენტოს წარმოადგენს. CNN-ის ინფორმაციით წელს ტრამპის ადმინისტრაციამ ინსტიტუტისთვის ფედერალური დაფინანსების გაუქმება მოითხოვა და თანამშრომლები გაათავისუფლა. ემანუელ მაკრონი სი ძინპინს შეხვდა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ვაჭრობის, გარემოს დაცვით და გეოპოლიტიკურ საკითხებში თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ახლა ისე როგორც არასდროს საფრანგეთსა და ჩინეთს შორის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობებისთვის პოზიტიურ სამომხრივ დღის წესრიგს დავაზობთ. გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ დაბალანსებას და გარემოს დაცვით მდგრადობას. ჩვენ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, განაცხადა მაკრონმა. თავის მხრივ სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი უკრაინასა და ღაზაში მშვიდობის მხარდაჭერას გააგრძელებს. პრეზიდენტ პუტინს ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. არ ვიცი კრემლი რას აკეთებს, შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდათ პრეზიდენტ პუტინთან. პრეზიდენტ პუტინს ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ვერ გეტყვით თუ რა შედეგს მივიღებთ ამ შეხვედრიდან, მაგრამ ვფიქრობ უკრაინასთან საკმაოდ კარგი შეთანხმება შევძელით, განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილება დარჩათ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ომის დასრულება სურს. მას ომის დასრულება სურს, ვფიქრობ სურს, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ვფიქრობ კვირაში ათასობით ჯარისკაცის სიკვდილის ნაცვლად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობა სურს, აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.